ეს დღესასწაული საქართველოში აღინიშნებოდა 20-დან, მაგრამ განახლება მოხდა 25 წლის წინ, უკვე მეოთხედი საუკუნე გავიდა, როდესაც ჩვენი პატრიარქის, კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილიამ მეორის ლოცვა-კურთხევით აქ ამ წმინდა ადგილზე აშენდა ტრაპეზი ღიაცის ქვეშ და პირველად ჩატარდა სადღესასწაულო წირვა 1 ივნის 1999 წლის პირველი წირვა და 1 ივნის ჩატარდა ეს წირვა და ის წირვა აღასრულა თვითონ უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ. მას შემდეგ მრავალჯერ თვითონ ჩამობრძანებულა აქ ამ წმინდა ადგილზე, მრავალჯერ ამ დღესასწაულზე ჩაუტარებია წირვა და 25 წელია ფაქტიურად რაც განახლდა ეს დღესასწაული, რაც ყოველწლიურად აქ ტარდება წირვა ღიაცის ქვეშ და შემდეგ მორწმუნეთა ჯგუფი ფეხით მიემართება წმინდა ნინოს გზაზე. ეს არის განსაკუთრებული მოვლენა ჩვენთვის ქართველებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ამითი გაყვანს ჩვენს განმანათლებელს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მოციქული არის ქალი. თქვენ იცით, რომ იესო ქრისტეს 12-მა მოწაფემ გაინაწილა ფაქტიურად მთელი მაშინდელი მსოფლიო, ვისაც უნდა ეკადაგა და ჩვენი მოციქული ყველა ქვეყანას ყავს თავისი მოციქული, ჩვენი მოციქული არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც თავის დროზე ჯერ ანდრია პირველწოდებული გამოაგზავნა აქ საქადაგებლად, ხოლო მოგვიანებით მეოთხე საუკუნის დასაწყისში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოაგზავნა წმინდა ნინო. ეს იყო სრულებით განსაკუთრებული მოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა სწორი ქალები უკვე არსებობდნენ იმ დროისათვის. პირველი მოციქულთა სწორი იყო პავლე მოციქულის მოწაფე თეკლა და კიდევ სხვაებიც იყვნენ, მაგრამ ეს იყო ერთი მხრივ იშვიათი მოვლენა და მეორე მხრივ იყო სრულიად უნიკალური მოვლენა, იმიტომ რომ წმინდა ნინო იყო 14 წლის ქალწული, როდესაც ჩამოვიდა აქ ამ კაცს მხარეში და ფაქტიურად 14 წლის გოგონა სულ ახალგაზრდა ჩამოვიდა საქართველოში, ჩამოვიდა სომხეთის გამოვლით და გზაში მხოლოდ უსიამოვნება და მხოლოდ განსაცდელი გადახდა მას და როდესაც მოვიდა აქ ფარავნის ტბის ნაპირას, მან ნახა მწყემსები და კითხა მწყემსებს თუ ვინ იყვნენ ეს მწყემსები, ვისი იყო ეს ხვარი, რომელიც აქ ბალახობდა და მას უთხრეს, რომ ესენი არიან დიდი ქალაქის მცხეთის წარმოგზავნილები, მეფის წარმოგზავნილები, ისინი აწევდნენ ცხვარს, რომელიც ეკუთვნოდა ამ ქვეყანას და ამ დედაქალაქს, მაშინ დედაქალაქი იყო მცხეთაში და როდესაც წმინდა ნინო მიკითხა, სწორედ ეს მცხეთა აინტერესებდა მას, იმიტომ რომ იქ იყო უფლის კვართი დაფრული, როდესაც იკითხა, როგორ უნდა მოხვედრილიყო აქედან, როგორ ჩასულიყო მცხეთაში, მას უთხრეს, რომ აი ამ მდინარე, რომელიც ამ ტბიდან გარდა მოედინება და თქვენ იცით, აგერ არის სოფელი პოკანი, პოკანიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავნის მტკვარი, რომელიც შემდეგ უერთდება ხერთვისთან, უერთდება მტკვრის ძირითად შენაკადს და შემდეგ ეს მდინარე მოედინება და ჩამოდის მცხეთაში და შემდეგ თბილისში. და მას უთხრეს მწყემსებმა, რომ იგი ამ მდინარეს უნდა გაყოლოდა. აქ მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, სანამ წმინდა ნინო გაუდგებოდა გზას, იგი აი ამ ნაპირზე სავარაუდოდ, ჩვენ რა თქმა უნდა, ესე ზუსტად ვერ ვიტყვით რა ადგილზე იყო, რა ადგილზე დაისვენა წმინდა ნინომ, რამე გაათენა ამ ტბის პირას. სავარაუდოდ ეს ნაპირია, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ, იმიტომ რომ აი აქედან ზუგს უკან, აი აქედან არის ამ მიმართულებით არის დასულხეთი, საიდანაც წმინდა ნინო მოვიდა ფეხით. სავარაუდოდ აქ ეჩერდებოდა ალბათ და დილის დროს ჰქონდა მას გამოცხადება. მისთვის იყო ძალიან ძნელი აკაურობა, როგორც ხედავთ, თოვლი ეხლაც არის მტერზე, საკმაოდ გრილა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და წმინდა ნინოს კი თოვლი არ ენახა არასოდეს, იმიტომ რომ იგი იყო იერუსალიმიდან, სადაც თოვლი ძალიან იშვიათია და როდესაც მან ზაფხულში ნახა თოვლი, მისთვის ეს იყო ძალიან ძნელი, სიმწვრისაგან იტირა კიდეც და რომ მიეძინა, შემდეგ გამოეცხადა მას უფალი იესო ქრისტე და გადასცა გრაგნილი, გადასცა წერილი, ანუ გრაგნილი
რომელშიც ეწერა 10 მცნება. ეს არის ახალი 10 მცნება, რომელიც აი ამ წმინდა ტრაპეზის გარშემო არის ახლა დაწერილი, ეს ცნობილი არის ეს წინადადებები და ათივე ეს მცნება არის ახალი აღქმიდან და აუცილებლად გაეცანით წმინდა ნინოს ცხოვრებასაც, აუცილებლად უნდა იცოდეთ ამ მცნებების შინაარსი, თავი კი ამ მცნებებში არის ხაზგასმული ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ერთ-ერთი მცნება არის ასეთი არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, ყველანი ღვთის წინაშე არიან ერთნი. და ეს არის სწორედ თავი ნიშანი წმინდა ნინოს გადაგების, რომ იგი იყო ქალი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც გახდა მოციქულთა სწორი. იგი გაუტოლდა მოციქულებს თავისი ღვაწლით, მოციქულებაზე მეტი მსახურება კი დღეს ეკლესიაში არასოდეს არ არსებულა. მოციქულება ეს არის მთავარი მსახურება ეკლესიაში და აი წმინდა ნინო იყო მოციქული. და ის რომ მოციქული შეიძლება ყოფილიყო ქალი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქრისტიანული ცნობიერებისათვის და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე მაღალი მოწოდება, რაც შეიძლება ქრისტიანმა იმსახუროს და ის რომ ქალი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის რომ საქართველოში და ქრისტიანულ სამყაროში ყოველთვის კაცს და ქალს ერთნაირი საშუალება, ერთნაირი უფლება ჰქონდა ღვთის წინაშე მსახურების. და შემდეგ წმინდა ნინო აქედან გაემართა ფეხით უკვე მცხეთისაკენ, იმის გამო რომ უფალმა მას გადასცა 10 მცნება, წმინდა ნინოს უწოდებენ მეორე მოსეს, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მოსე მიიღო 10 მცნება პირველად უფლისაგან, აი წმინდა ნინო არის ახალი მოსე ქართველებისათვის, რომლებსაც ქართველებს ახალი ჯული მოუტანა. იგი შემდეგ გაუყვა გზას აქედან ფარავნის ტბიდან და საკმაოდ ბევრი განსასწრელი გადაიტანა და ბოლოს მრავალი განსასწრელის შემდეგ იგი ჩავიდა ჯერ ურბნისში, ცოტა ხანი ისრიცხებდა, ხოლო შემდეგ იქიდან ჩავიდა მცხეთაში, სადაც მისი ლოცვით უფალმა შემოსრა კერპები, რომელიც იყო აღმართული მცხეთაში. და შემდეგ მისი დაუღალავი ქადაგების შედეგად მოინათლა მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მოინათლა მთელი ქართლი. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი სწორედ დღეს ჩვენ აქ ვატარებთ ამ წირვას. ჩვენ არ აქვს უთხარი ცნობები მის შესახებ, რომ აქ წირვა აღესრულებოდა, მაგრამ შეუძლებელია, რომ ქართველებს არ აღენიშნათ ეს შესასწაული და აქ არ ყოფილიყვნენ, მაგრამ მრავალი საუკუნის შემდეგ ეს იყო შეწყვეტილი და როგორც მოგახსენეთ 1999 წელს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსაკურთხევითა და თაოსნობით აქ გაიმართა პირველი წირვა და აი პირველი ჯგუფი გაემართა ფეხით, ვერც გახდით ამ ჯგუფის მონაწილე და ამიტომ უფალმა მომცა ეს წყალობა, რომ მას შემდეგ აი ყოველწლიურად ფაქტიურად მოსულიყავი აქ ამ წმინდა ადგილზე, ყოველწლიურად ჩამეტარებინა ეს წირვა და აი მადლობ უფალს. ისევ დღევანდელი დღისათვის ეს განსაკუთრებული ცვლილება არის, წელს არის 25 წმინდა ნინოს გზა, ანუ ფაქტიურად ეს არის მეოთხე საუკუნე. და მე მინდა ყველას ვთხოვოთ, ვინც აქ ვგზანდებით, რომ შევთხოვოთ უფალს, რომ ეს გზა აღარ შეწყვეტილი იყოს ქრისტეს მეორე მოსვლამდე. რომ ისე არ მომხდარიყოს, რომ რომელიმე წელს არ ყოფილიყოს არც ერთი ადამიანი, ვისაც ვინ შეძლებდა ამ გზის ფეხით გავლას. რადგან დავიწყეთ ამ გზის სიარული, არ უბრალოდ რადგან აღვადგინეთ, იმიტომ რომ ადრე არ ვიცით როგორ იქნებოდა ეს, მაგრამ აი აღდგა ეს ცვლილება 25 წელი უკვე თანამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრადიციაა უკვე და აი ყველას მინდა ვთხოვოთ, რომ ილოცოთ დღევანდელ დღეს განსაკუთრებით, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე წმინდა ნინოს გზა არ შეჩერებული იყოს საქართველოში. ღერთვა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ეხლა წმინდა ნინოს გზის წევრები მოგზანდებიან და მიიღებენ წვლილებს, ხოლო იმათ, ვინც ინდივიდუალურად, განსაკუთრებულად უნდა გაიარონ ჩვენ შარშან პირველად გავაკეთეთ ესეთი მოგზაურობა, ესეთი სახე მივეცით, რომ გარდა იმისა, რომ ჯგუფი გადიოდა ფეხით ამ გზას, სათითაოდ პირადად სურველები ვინც იყვნენ ინდივიდუალურად, მარტოებმა გაიარა რამდენიმე ადამიანმა ეს გზა ფეხით. თორსაც არიან ესეთი სურველები და ასეთ ადამიანებს გადავწევთ ჯვრებს, ხოლო ვინც შარშან გაიარა ესე მარტო ფეხით და უკვე გააჩნია ჯვარი, იმას უკვე ესე იგი ჯვარზე რგოლს გავუკეთებთ სტარტერით, რომელსაც გაიარა მან გზა. ასე რომ ახლა მოგზანდით, ჯერ მოძღვრები მოგზანდით.